სასწავლები არ ხდებოდა მარტო გასულ საუკუნეებში, ჩემო ძვირფასებო, სასწავლები დღესაც ხდება, ოღონდ მისი დანახვა და ხილვა უნდა შეეძლოს ადამიანს. მათ შორის ერთ-ერთი უდიდესი სასწაული მოხდა ქართული კულტურისა და სპორტის ერთად შეიძლება განვიხილოთ ბატონი ჯუმბერის ფენომენი. ჯუმბერ ლეჟავამ მთელი მსოფლიო დაიპყრო და მე ერთ პატარა მისდამი მიწნილში ასეთი ისე მაქვს, რომ არის მე მოვლილი მაქვს მსოფლიო თვითმფრინავით, სხვადასხვა ტექნიკით. მან მხოლოდ საკუთარი ენერგია ჩადო იმ მექანიზმში ორ ბორბალაზე დაჯდა ამხელა კაცი და დალაშქრა მთელი მსოფლიო. ესეთი რამე ჩვენ სინამდვილეში მე მგონი არავის არ გაუკეთებია და მან დაგვიტოვა ანდერძივით ქალბატონ გუნდას ხარაიშვილის ესეთი მათმა მეგობრობამ გამოიწვია რომ დიდი აკადემია გვაქვს და ეს აკადემია გვანებივრებს თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით. აქ მარტო პოეტები არ არიან, აქ არიან ისტორიკოსები, აქ ბრძანდებიან ჩვენი მეცნიერები, ხელოვანი ხალხი, იყო ჩემი თეოლოგიური განყოფილებაც, როცა დავიწყეთ ეს ანთოლოგია და ათინათი და ყველაფერი. ამხელა წიგნი რომ ასე დროის შემწირდებულ ვადებში ასეთი სიმძიმის წიგნი ფიზიკურად შეიძლება ვერ შეძლოს დიდმა აკადემიებმა და დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა. ხოლო ჩემ გუნლაზისთან უფალია და მისი ანგელოსი ძმები, მისი შვილი, ყველა ეს ხალხი ვინც ზეციდან მას ეხმარებიან, ხოლო გარს არტყია შესანიშნავი არმია, ეს როგორც ვაჟკაცებისა, ასე ქალბატონებისა და მე უსურვებ ყველა მათგანს წინსვლას, დღეგრძელობას, წარმატებას, ბედნიერებას და ამ წიგნმა აუხილოს თვალი და გაუნათოს გზა ჭეშმარიტ ქართველებს. დღევანდელ დღეს ულოცავ ყველას იმ ადამიანებს, რომელიც ამჟამად აქ იმყოფებიან და რომელიც მოვლენ და შემოგვიერთებიან. დღევანდელი დღე არ არის უბრალო დღე, ეს არის იმ ანთოლოგიის, რომელიც ჯუმბერ ლეჟავას სახელობის საერთაშორისო აკადემია უშვებს და რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ლიტერატურას, არამედ მეცნიერებას, სპორტს, ეკონომიკას და ყველა მიმართულებას, მათ შორის მედიცინასაც კი, სამართალმცოდნეობასაც. და ეს არის ძალიან დიდი კრებული, რომელიც ინტელექტუალური საუნჯე შეიძლება იყოს ჩავანებული მასში და არის კიდეც. მას აქვს ძალიან დიდი მოცულობა, წელიწადში ერთხელ გამოდის ყოველ წლის ბოლოს, მაგრამ ჯუმბერ ლეჟავას სახელობის საერთაშორისო აკადემია არ შემოიფარგლება მხოლოდ ანთოლოგიით, მას აქვს კრებული გამოცემა ჟურნალი ალმანახის სახით, ათინათის სახით, რომელიც ასევე ყოველ სეზონში ერთხელ გამოდის და წლის განმავლობაში 4 ასეთი საჩუქარი გვაქვს ჯუმბერ ლეჟავას სახელობის აკადემიისგან და მისი პრეზიდენტისგან ქალბატონ გულნაზ ხარაიშვილისგან, რომელიც ამავე დროს მთავარი რედაქტორია ამ გამომცემლობების და ეს არის ჩვენს დროში ახლა შეიძლება არავის არ უკვირდეს არც ანთოლოგია, არც კრებულის არ, მაგრამ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სახელმწიფო პერიოდიკებიც კი დაგვეკარგა, ცისკარიც იშვიათად გამოდის, ნათობი და ასე შემდეგ, რითაც ჩვენ გაფუფუნებული ვიყავით ჩვენ ახალგაზრდობის პერიოდში, ძალიან დიდი ფუფუნებაა ამ შემთხვევაში, რომ არც ერთი ნომრის ჩავარდნა არ ხდება, უკვე 15 წელიწადია ეს გრძელდება და ამას ახერხებს ქალბატონი, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი მენეჯერული გათვლა და არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ხედვაც. ამავე დროს მე მინდა მიულოცო მასაც, მიულოცო ყველა გამოსვლას და რით არის ახლა დღევანდელი დღე განსაკუთრებული. დღეს იუბილესაც აღნიშნავ ჩვენ ამ ანთოლოგიის, იმიტომ რომ მე-15 ნომერი გამოვიდა, საიუბილეო ნომერი და მასში განსხვავებული რუბრიკა არის როგორც დრამატურგია, ამავე დროს მასში არის ახალი რუბრიკა ვინ ვარ მე. თითოეული ავტორი ამ შემთხვევაში, რომელიც ტრადიციულად იბეჭდება ამ ანთოლოგიაში, თავის პიროვნებას წარმოგიდგენს ამ რუბრიკით და ამ სათაურის ქვეშ, ვინ არის, რას წარმოადგენს. მას შეუძლია მხოლოდ მისი ცხოვრების ერთი დღე წარმოგიდგინოს და ჩვენ მასზე წარმოდგენა შეგვექმნას და ეს არის მაღალ მხატვრულ დონეზე გაკეთებული ყოველივე შემოქმედებითაც ამავე დროს, იმიტომ რომ შემოქმედი ადამიანებით არის ძირითადად გაჯერებული ეს გამომცემლობა. მე კიდევ ერთხელ ულოცავ როგორც აკადემიის პრეზიდენტს ქალბატონ გულნაზ ხარაიშვილს, ყველა ავტორს, ყველა აკადემიის წევრს დღევანდელ დღეს და ამ საიუბილეო ნომრის გამოცემას. მადლობა.
დღეს არის ძალიან საინტერესო მოვლენა, იმიტომ რომ ჯუმბერლეჟაოს სახელობის საერთაშორისო აკადემიაში ესეთ თამოყრილი სახით ვაკეთებ წარდგენას კრებულისა, ჩემო ბატონო, ეს არის ანთოლოგია, უკვე მე-15 ტომი გახლავთ და ჩემს სასახარულოდ და თუნდაც სამაყოთაც ვიტყოდი, რომ პირველად ვარ ამ კრებულში, 10 ნაჩიც მონაწილეობ, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის თამოყრილი ჩვენი საუკეთესო ეს ვთქვათ შემოქმედების ელემენტები, აღარაფერს ვლაპარაკობ ჯუმბერლეჟაოს თვითონ აკადემიის მნიშვნელობაზე, ქალბატონ გულნაზის პიროვნებაზე, ეს არაერთგზის მithkoms, იმიტომ რომ ბატონ ჯუმბერი იყო სრულიად განსაკუთრებული ადამიანია, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და განსაკუთრებულ პატივს ჩვენ ქალბატონ გულნაზის, იმიტომ რომ მან ძალიან დიდ საქმეს დაადგა თავი და აქტიურად გრძელდება აკადემიის საქმიანობა და მომავალშიც გაგრძელდება. აუცილებლად მინდა პოეზიის ნიმუშები არის შეტანილი და აქვე არის ძალიან კარგი პროექტი, თუ შეიძლება ასე ვთქვას, ვინ ვარ მე. ანუ ჩვენი ბიოგრაფიული მონაცემი, რას წარმოადგენთ, როგორ ვარ ჩვენი პიროვნული და შემოქმედებითი ბიოგრაფია და შეტანილი არის ჩვენი პოეზიის ნიმუშები. მე ვფიქრობ ამით ძალიან კაფეო წარმოჩენდება თითოეულ ჩვენგანის პიროვნული ინდივიდუალობა, მისი დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი და ჩვენი პოეზიის საუკეთესო ნიმუშები. მე მინდა მივესალმო ამ დიდ წამოწყებას და ვთქვა, რომ ეს არის შესანიშნავი წამოწყება, რომელიც აქვს დიდი მომავალი და რომელიც იზიდავს შესანიშნავ ადამიანებს, შესაბამისად, ეს არის დიდი მოვლენა და მე მივესალმე მის ყოველდღიურ განვითარებას. დღეს ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი ღონისძიება გველოდება. საჯარო ბიბლიოთეკის ამ საოცარ დარბაზში ტარდება ჯუმბერ-ლეჟავას სახელობის საერთაშორისო აკადემიის მიერ გამოცემული ანთოლოგიის პრეზენტაცია. მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ქალბატონ გულნაზ ხარაიშვილს, ამ აკადემიის პრეზიდენტს და ანთოლოგიის მთავარ რედაქტორს იმ გაწეული 8 წლისთვის, იმ შრომისთვის, რაც მან ჩადო ამ წიგნის შექმნაში. ნამდვილად მინდა აღვნიშნო, რომ მე მაქვს ბედნიერება ვიყო ამ აკადემიის აკადემიკოსი გასული წლის მარტიდან, ანუ 2 წელი არ არის, რაც ამ დიდ ოჯახში ვარ და ვერ გამოვხატა რამხელა სიყვარული, რამხელა დადებითი ენერგია ტრიალებს ამ კედლებში. რაღაც საოცარი თითქოს და აქ რომ შემოდეხა რა ქალბატონ გულნაზისთან, როგორც ხშირად მე მართავთ ხოლმე დედა გულნაზის ეძახის უმეტესობა, იმიტომ რომ აი მისგან მოდის რაღაცნაირი სითბო, მადლი, სიხარული და რა ვიცი, ბედნიერებაა მათთან ურთიერთობა. დღეს არის არაჩვეულებრივი და გამორჩეულად, ჩემის აზრით გამორჩეულად მნიშვნელოვანი დღე, ვინაიდან ჯუმბერ-ლეჟავას სახელობის აკადემიის ანთოლოგიის სპეციალური ნომერი, საიუბილეო ნომერია გამოსული და მისი წარდგენა ხდება ფართო საზოგადოების წინაშე და ჩვენ ვართ ამაყები, რომ ამ ანთოლოგიაში არის თითქმის ყველა ჟანრის შემოქმედება, დაწყებული მინი ესე ვთქვათ პოეზიიდან, მათ შორის ახალი რუბრიკით ვინ ვარ მე, რომლითაც ყოველი ჩვენგანი გაიხსნა ესე ვთქვათ როგორც ერთმანეთთან, ასევე სამყაროსთან და არის მეცნიერული სიახლეები. მე ხარ გამომივიდეს უხერხულად, მაგრამ ია მოსულიშვილით დავიწყებ ჩემი მეცნიერ პარტნიორით, რომელთან ერთადაც ჩვენ გვაქვს უნიკალური ესე ვთქვათ სამეცნიერო ნაშრომი, ღვთაებრივი სამყაროსეული ემოციური ინტელექტი და ნეიროფიზიოლოგიური ასპექტები, რომელიც უკვე ევროპაში ასეულში მოხდა საგრანტო სიებში და ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი სამშობლოსთვის წარმატებულობის თემა იქნება და სწორედ ეს დაიბეჭდა მისი ანოტაცია ამ ანთოლოგიაში. ასევე ვალერი მოსიაშვილის არაჩვეულებრივი სამეცნიერო თემა და ძალიან ბევრი ჩვენი შემოქმედის პოეზია, პროზა, წერილები, სხვადასხვა ჟანრის ჟურნალისტური ესე ვთქვათ ნარკვევი და თლიანობაში ამ გამოცემას უნიკალურს ხდის როგორც დღევანდელი დღისთვის, ისე მომავალი ისტორიისათვის. მადლიერება აკადემიას და მის პრეზიდენტს ქალბატონ გულნაზ ხარაიშვილს. მოგესალმებით, ახლა ჩვენ ვიმყოფებით პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც უნდა დაიწყოს ღონისძიება, რომელიც მიეძღვნება ანთოლოგიის მე-15 ტომს.
და მე შევახსენებ ყველას, რომ დღეს არის საიუბილეო თარიღი ჯუბერ ლეჟავას სახელობის აკადემიის. მას 15 წელი შეუსრულდა დღეს და ამ თარიღთან დაკავშირებით გამოიცა ანთოლოგიის მე-15 ტომი, რომელიც ძალიან განსხვავებულია თავისი ფორმატით, იმიტომ რომ მასში არის შესული აკადემიის წევრების ბიოგრაფია ფაქტიურად ვინ ვარ მე და საინტერესო პრეზენტაცია გველოდება წინ. მადლობა აკადემიის პრეზიდენტს ქალბატონ გულნაზ ხარაიშვილს, რომელიც დაუზოგავად და ენერგიის უშურველად უძღვება ამ საოცარ აკადემიას, რომელიც ძალიან ბევრ ხელოვან ადამიანს აერთიანებს და მადლობა თითოეულ მომსვლელ აკადემიის წევრს თუ დაინტერესებულ მსმენელს, რომელთაც სურთ დღევანდელი საღამო გაიზიარონ. ძალიან საინტერესო შეხვედრა იგეგმება, წინგველი ძალიან საინტერესო შეხვედრა, რომელიც ვფიქრობ თითოეულს კიდევ ერთხელ დაგვანახებს წიგნის მნიშვნელობას, გაგვიძლიერებს წიგნის სიყვარულს და როგორც ნებისმიერი წიგნი ადამიანს აძლიერებს ყოველ ჯერზე ახალი წიგნის გაცნობისას, ახალი ცხოვრება ჩდება ადამიანში და მით უმეტეს დღევანდელი წიგნი ანთოლოგია, სადაც ქალბატონმა გულნაზიმ შემოგთავაზა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, ვინ ვართ ჩვენ. მე რომ ვიფიქრე ამ თემაზე, რაღაც ახსარებასავით გამოვიდა. არ არის ადვილი თქვა ვინ ხარ შენ და მე შევეცადე გადმომეცა ვინ ვარ, ჩამოვაყალიბე ჩემი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით და უფრო კარგი იქნებოდა ვინ ვიყავი, რა სიტყვიან ჩემს შემდეგ ადამიანები, ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის და ალბათ თითოეული ადამიანისთვის. მადლობა ქალბატონ გულნაზის ამ აკადემიას ამ შესაძლებლობისთვის, რომ გვაქვს საშუალება ერთმანეთს შევხვდეთ, ერთმანეთს ჩვენი აზრები გავუზიაროთ, პატივისცემა და სიყვარული დავუდასტუროთ ერთმანეთს. დიდი პატივისცემით მინდა მივესალმო დღევანდელ დღეს. დღეს ლეჟავას აკადემიის 15 წლის თავი არის, დიდი მოგზაურის და დიდი ერისკაცის, რომელსაც სათავეში ჩაუდგა უნიჭიერესი ქალბატონი და დიდი დამსახურების და დიდი შემოქმედების მქონე ქალბატონი გულნაზი, რომელმაც ამ 15 წლის განმავლობაში წარმოაჩინა აკადემია და მისი როლი როგორც პოეზიაში, მწერლობაში, მეცნიერებაში, თუ საეკლესიო ცხოვრებაში, თუ მთლიანად საერთოდ საზოგადოებრივ ურთიერთობებში და ძალიან მაღლა დააყენა თვითონ აკადემია ჯუმბერ ლეჟავას აკადემია, მისი ავტორიტეტი და სახელი. რა თქმა უნდა, მისასალმებელია მე-15 ტომი მისი ანთოლოგიის მე-15 ტომი არის თავმოყრილი გონიერება იმ ნაშრომში არის სულთლიანად გონიერება. მე ვერ წარმომიდგენია ამ ქალბატონმა როგორ შეძლო ამხელა შრომა და ამხელა ჯაფა როგორ ჩადო ამ ყველაფერს. მე მინდა მას უსურვო შემდგომი მოღვაწეობაში კიდე ასეთი წარმატებები, ხანგრძლივი ცხოვრება და მე დარწმუნებული ვარ ბევრ სიახლეს და საინტერესოს მიაზრდის ის კაცობრიობას. დიდი მადლობა კიდე ერთხელ ქალბატონ გულნაზის. აი ესეთი ლამაზი, ჯერ დარბაზი, შემდეგ მისი დატვირთვა ეროვნული ბიბლიოთეკა, ჩვენი ერის სახე და ბიბლიოთეკა ნიშნავს სიტყვა ეს ყველა მიცით ძალიან კარგად წიგნთა კრებულს და ბიბლიაც იქედან მოდის ეს ტერმინი ჩემო საყვარელო და დღეს ვითომდა უნდათ რომ საზოგადოებას ჩემო წაართვან წიგნი იყო არის და იქნება მე მყავს მეგობარი ბატონი გია ეშელავა ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი რომელიც ათასობით თიხის ფიცარზე დაწერილ რაღაც იეროგლიფებს მარტო ერთადერთი კაცია სოფლიოში ბატონებო რომ ეს კაცი კითხულობს და ალაგებს ამ შუმერულ და ამ ჩვენი წინაპრების მიერ დაალაგებულ ეს იყო წიგნამდე და როდესაც წიგნთან მივედი მე მგონი ჩვენ ერს და ქართულ სიტყვას ბადალი დედამიწის ზურგზე არა აქ იმიტომ რომ მოდიში ცოტა ხმამაღლა რო აუწიე ერთი ტონით მაგრამ არა აქ იმიტომ რომ ჩვენ ერთადერთი ამ ღმერთის მიერ ქმნილებაზე ერთადერთი თეთრკანიანთა
ადამიანთა გაგრძელება ვართ ადამიანის შემდეგ, ვინც ღმერთის ენაზე საუბრობ და ასე ვისაუბრებ და ენითა ქართულითა მოხდება განკითხვა ზოსიმე რას ამბობთ მოგენაწილე და ეს ძალიან მოგზალებული ხალხი იყვნენ ალბათ ჩემამდე დამარხულვარს შემდეგ ბაზალეთისაც მიწირას ოქროს აკვანი არის და ეს საიდუმლოა ჩვენ იმდენი საიდუმლოებები ჩავდეთ ქვესკნელიდან დაწყებული ზესკნელამდე ჩვენი ისტორია ჩემო ძვირფასებო აი ეს აგენოცია რომელიც ატკბობს იმ ხარეს იმ ოჯახს და ჯერ არ იცის ხმამაღლა ციფრების დასახელება ანუ ადამიანების ახალი შექმნილია ახალი მომავალია 21 საუკუნისა მაგრამ ასე ბევრდება ეს არ არის შემთხვევითი ჩემ და რატო არ იცი შენც გიყვარს ფიას სფეროებში და შენც მაგის პროფესიონალი ძალაუნებურად გავხდი უკვე მე მგონი აი ესე რომ გვაჩვენებს ეს არის 4 და აგერძის კიდე ჩემი დაიკო ანუ სამების შემდეგ ყოველთვის ემატება მე-4 ეს ჩვენა ვართ სამება არის მამაძე და სულიწმინდა ხოლო მე-4-ნი ვართ ყოველი ის ადამიანი ვინც აღიარებს ამ სამებას უღმესი მადლობა ქალბატონ გუგაზის ამისთვის ნამდვილად ასე ხელს რომ მოკიდებ ადამიანს და არ გაუშვებ ასე მომკიდა ქალბატონმა გუგაზის მიხედვით და ყოველ ჯერზე მაძალებს რომ ხმამაღლა გავხმიან და უღმესი მადლობა ამისთვის რომ დამიკავშირდა და მითხრა რომ უნდა მესაუბრა ვინ ვარ მე ძალიან დავფიქრდი თითქოს ბევრჯერ მიფიქრია ვინ ვარ მე მაგრამ არ ყოფილა დასაწერა დადული რაღაც ახსარებასავით გამოვიდა მაგა ქემაშვილი ვარ რამდენიმე წელში 50 წლის გავხდები ძალიან მიყვარს ადამიანები და ვფიქრობ რომ დედამიწაზე ამაზე მეტი ფასეულობა არ არსებობს ადამიანის სიყვარული პატივისცემა ეს იკავებს დედამიწას ამან მოგვიყვანა აქამდე და ამან გადაარჩინა ქართული სიტყვაც, ქართული ამბანიც, ქართული საგალობელიც და ქართული წიგნიც. მადლიერება სამყაროს შემოქმედს, რომ ჩვენ გვაქვს საოცარი ჟამი, როცა ერთმანეთს კიდევ ერთხელ, მაგრამ განახლებული და სხვა განწყობით ვისაუბრებით. მე დიდებული ვახტანგ მეექვსის თემით უნდა დავიწყო. ეს ყველაზე უფრო მეტად ხდება ვფიქრობ დღევანდელ დღეს. დიდებული ადამიანი და მეფე ბრძანებ ასეთ რამეს რომ მე როგორც მეფე არ ვიცი როგორ წავდგები ღვთისა და ერის წინაშე. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ თაებრივი გონით ზიარებული წიგნით აუცილებლად მარადისობის კარიბჭეს გავხსნი. ეს იყო აბსოლუტური სიმართლე მეფისგან, რომელიც მე პირადად როგორც მეფე სხვა განზომილებაა ჩემთვის და ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს, მაგრამ როგორც ანონთა კრებულის, წიგნობარის, პირველად ყველაფერი მის რაც უძველესი საუკუნოვანი ჟამია, რომელიც დავკარგეთ მოგპარეს უნიათობით ჩვენი და ასე შემდეგ უამრავი და მოვედით მე იქ რასაც ბატონი მომიტევეთ მამა ბრძანებდა რომ წერეთ სხვადასხვა თემებზე, მაგრამ პერგამენტები მოგპარეს, პერგამენტები დავთმეთ და ასე შემდეგ, სხვა საკითხია. აი აქამდე მოვედით და წიგნობრობაი იბერიული განახლდა. და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და განსაკუთრებით ანთოლოგიის მეთერთმეტე ტომი. იმიტომ რომ როგორც ძეგლი აღნიშნა, ეს არის თულობა და ძალიან ბედნიერი ვარ იმისთვის, რომ ამ თემში ჩემი წილი წევანი ასე ვთქვათ არის ჩაწოლილი. და ამავდროულად მნიშვნელოვანია იმით, რომ გარდა იმისა, რომ შიგნით არის ლექსები, არის სამეცნიერო სიახლე, ასეთი, რომელიც არის ღვთაებრივი სამყაროსანი ემოციური ინტელექტი და ადამიანის ნეიროფიზიოლოგიური ასპექტები. ეს ბევრად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომ ადამიანის ემოციური დამოკიდებულება
სამყაროსადმი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენთაგანის როგორც ყოფნის რეგენერაცია, ასევე სულის რეგენერაციაც მოახდინა. სენ დაგება ბრო, მასა გავხდით, პაპები რო გავხდით შეიძლება. დიდი გამოსა. მე მომესწრება ის რომ შეგიძლიათ ცნობილის ხელოვანი ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ქვეყნის ერთად. მარტო სიმღერა კი არა, მე რამე შეგვიძლია თქვენ ძალიან ძლიერი, მადლობა. მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ გავლენი გეოლოგიის სიღვალე დასასწავლოს სკოლას მინდა რომ მოგილოცოთ. 15 წელია არც პატარა არ არის, არც თეორია არ არის, მაგრამ ხალბატონო გუნდაზე მან 15 წლის განმავლობაში ჯუნგელ ლეჟავას აკადემიას მოუტანა ძალიან დიდი სიმდიდრე. თქვენი თავით, თქვენი სახით მოუტანა დიდი სიმდიდრე და თქვენი შემოქმედებით მასთან ერთად. ის შემოქმედება უკვე გადააჭარბა ყოველგვარ საზღვარს აჭარბებს უკვე ფოლკლორით, რომ არ ჩერდება და ამაში თქვენ ყველა ხელს უჭერთ და მის გვერდში გეხართ. წეგან თქვა რომ 15 წლის მერე რა იქნება რომ გაუსვა ასეთი ხაზი და 15 წლის მერე ჩვენ ამ შემოქმედებით ამ გეოლოგიურ ხალბატონებთან ერთად მოგცემთ კიდე ვადის გაგრძელებას. 15 წელსთან მერე კიდე ნახოთ. და დიდი მადლობა გითხრათ ჩემო გუნდაზე. თქვენ ყველაფერს თავმოვიყვანეთ პოეზიას, მეცნიერებას, პროზას, საეკლესიო ცხოვრებას, სპორტს, ყველაფერს ამ დიდ ნაშრომში ყველაფერს თავმოვიყვანეთ და მათ შორის ამ ხალბატონებისა და ჩვენი ცხოვრებისაც და დიდი მადლობა ყველაფერსთვის. გავლილი და გასავლელი და გზას მადლობას ვუხდები თქვენთვისაც. გასავლელი გავლილი იყოს მადლობაში და გასავლელი იყოს ძალიან მარაკიანი, ძალიან მდიდარი, როგორც თქვენ შემოქმედებას მქადრება. ამაზე დიდი გაზრდა ალბათ აღარც მინდა. როგორიც არის გიორგი მერაბიშვილის შემოსვლა ჯუნგელ ლეჟავას სახელობის აკადემიაში. საერთაშორის ჩემმა იუბილემ გამაცნო ეს თავდაბარი დიდი ხელოვანი, რომელიც საოცრება იყო ის ფაქტი, მინდა ის საჯაროდ განაცხადო, რომ გიორგის შენობა ჯუნგელ ლეჟავას საერთაშორისო აკადემიაში იო დაუფიქრებლად თქვა. ამაზე ძალიან დიდი მადლობა გიორგი შვილო, მე ჩემთვის შვილი ხარ შენ და სხვათა შორის თუ რომელზე დედას დაუჯერებ, ბევრ სიტყვას გაჩვენებ როგორც დედა. ფეხბედიერი იყოს შენი შემოსვლა და მე დავაკავშირებ პატარა ევაც, იმიტომ აქ რომ სხვათა შორის მე ერთ ხალბატონსაც ვირჩევ, აი სამეული. მე ვერ გადავწყვიტე ემულისთან გადავდივარ და ბესოსთან და ირმასთან ის ფაქტი, რომ ევასთვის რა გამეკეთებია. ჩვენ ყველა მიცით, ვინც ადრეული აკადემიის წევრები ხართ, აქ არის მე მგონი ეთერი ჭელიძე, მან იცის, რომ ჟურნალ ლამზირათო მაინც არის შეხილაძე. ნოჩი აქინათელები ყავდა ჩვენ და მე ლამზირასთან ერთად მთელი საქართველო მაქვს შემოვლილი, ყველა გამგებელთან ვარ პატარა ბავშვებით მისული და ცნობილი ადამიანების სახები პატარების თვალით დანახული. როგორ იღებდნენ ისინიც? გურამ ოდიშარიასთან ინტერვიუ გავაკეთებია ერთ-ერთ სოფუმელ აქ დაბადებულ ბავშვს და ის უკვე იქ დაბადებული ბატონი გურამი. მადლობა ბატონ გურამის, რომ მიიღო ჩემი წინადადება და თქვენ წარმოიდგინეთ, ამათი შეხვედრა იყო ძალიან ლამაზი. როგორც ჩაეხუტენ ერთმანეთს იქ დაბადებული სოფუმელი და აქ დაბადებული სოფუმელი. მე ვიფიქრე, რომ ევასთვის გამეკეთებია ნორჩი აქინათელი, მაგრამ ძალიან პატარაა ჯერ და მე რასაც გადაწყვიტავთ, მე არის ჩვენია უკვე ევა, მართლა ევა, მამაობს, სწორად თქვა. ეს ბავშვი მოვლენა ეს რო არ დამენახა, მე ვერ დავიბრმავებდი თვალებს. და გითხრა, მოხვიდე აქეთკენ ბატონო გიორგი და მამაოს ხელით მიიღო ეს დიპლომი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმ გამრილი წლებისთვის, რაც ერთად გავიარეთ ხალბატონო გუნდაზე, თეიმურას, ეს არის ჩვენი ყველა ხალბატონო.
ჩვენი მშვენება და თეატრის სხდომების ერთადერთი დედოფალი. ხარ გითხარი მაი. ჩემო ძვირფასებო. ჯერ გიორგი თავისთავად ეხლა არის გიორგობის თვე, ეს არის და რაღაც מחარებს, როდესაც გიორგიზე რამეს მეკითხებიან. ეს არის დაუოკებელი. მოდით ეგეთაც. ერთ დროს შენაირი კარგი მაწვილი მეწვი გიორგა. აი ესე מחარებს, როდესაც ქუჩაში ვაჩერებ. ვინდეს გიჟი ვარ მეგონო მეთქი, კაი ქართველი ბიჭი რომ მოდის რაღაცა ესე. და შვილო რა ქვია სახელი მეკითხები. და იმას გონია მე მის ნაცნობი ვარ. არა მამაო მე ესა არა მეუთხარი შვილო ქართველი ხო ვარ. ესაა ჩემთვის ამოსავალი. მე მინდა ჩემ გიორგის და მე მერაბის შვილი თუა თან. ეს თვათ გენაცალეს. გაიხარე. გილოცა და ჩვენ ყოველ ამ დიპლომის გადაცემა ჩემი გულაზის ხელიდან და ჩემი თემოს და ჩვენი ძმების ხელიდან ნიშნავს რომ ვაცოცხლებ ჯუმბერ ლეჟავას და შენ ხდები შვილი ჯუმბერ ლეჟავასი და ამ აკადემიის ნამდვილი წევრი. ილოცა საყვარელი. დღეს ძალიან ბედნიერი დღეა, მინდა მოგახსენოთ. ამ ხელა საზოგადოების დიდი და თბილი ოჯახის წევრი გავხდი, რომელსაც ქვია ჯუმბერ ლეჟავას სახელობის აკადემია. მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, ქალბატონ გულნაზის, ბატონ თემურ გოგსაძეს და თვითონ თქვენ ნაგასთან თვითონ წევრს.
ამ ბავშვებმა ახლა გარდა იმისა, რომ მართლაც ღვთაებრივი ხიბლი მოგვარეს, თავარი გვითხრეს თუ მივიღებთ ამ მესიჯს. ნახეთ, რა გვიმღერეს. ეხლა თქვენ მეტყვით რომ შემთხვევით იყო? მათ ჩვენ გვითხრეს, რომ სამშობლო უნდა იყოს თავისუფალი. რომ ვერცერთმა იმპერიამ ჩვენი მამა-პაპანი ვეღარ გადაასახლოს. ციმბირს იქეთ სხვა სივრცეებში. არ ვიცი კიდევ საიდან საით სისხლო დაბოლო ხო მუხრანი ძალიან გაიხსენა. ეს უნდა იყოს ჩვენი სამჭედლო გონის, ღირსების და ყველაფრის. და ჩვენ თუ არ გამოვხიზდით და თუ პასუხისმგებლობით არ მოვეკიდებით ჩვენ სამშობლოს, აი ამგვარი ბავშვების ტყვეთ კიდევ წასყიდვაც მოგვიწევს ბევრგან და ბევრი მიმართულებით. აი ამიტომ პასუხისმგებლობა ერის და სამშობლოს წინაშე უმთავრესი და ეს გვითხრეს ამ ბავშვებს. ამიტომ ხიბლში კი არ უნდა ჩავარდეთ. პასუხისმგებლობაში უნდა ჩავარდეთ. მოგზარი გახდა ჩვენი ხათმა ელიაშვილის მაზრი. ძალიან კარგი პიროვნება. იშვიათად მოდის ჩვენთან, მაგრამ როცა ჭირდება და ვეტყვი იმ წუთში არ არსებობს ბატონმა მოგზარმა მე დახმარების ხელი არ გამოიწვია იმ თვალსაზრისით, რომ მანქანა სადაც დამჭირდება, ახლა მოგზარშვილი და ბოდბეც მოვიარეთ და დაგლოცეთ ყველა აკადემიის წევრი, ისე რომ თქვენ არ გაგიგიეთ, მაგრამ ესენთვის მილოცეთ შვილები. ლელა გინგორი შემოვიდა ჩვენთან აკადემიაში, მიულოცოთ ერთი განმოგვცეს ქალბატონი ნინო უძირავი, რომელიც გახდა არაჩვეულებრივი პროექტი. ჩვენი აკადემიის ლიდერი ქალბატონი და ორიენტაციით თან მოგეთება. ძალიან პატივია ლელას შემთხვევით, რომ დღეს მე უნდა გადმოსცე დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ შენ ნამდვილად გახდი ჩვენი აკადემიის, უნივერსიტეტის სახელობის აკადემიის წევრი და ეს ჩვენი ოჯახი კიდევ უფრო გაიზარდა და ასეთი შესანიშნავი მადლოსანი შემოგვემატება წარმატებული ადამიანების ერთობა ჩვენი აკადემია, რომელსაც ასეთი არაჩვეულებრივი ქალბატონი გულნაზი ხელმძღვანელობს და მოკლედ მეგობრებო, გთხოვთ აპლოდისმენტებით თქვენი ტაში ქალბატონ ნელა გინგურს და რაღაც წარმოსებული და ნაყოფიერი მოღვაწეობა აკადემიაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა მინდა გადავიხადო დღევანდელი დღისთვის. ეხლა ძალიან დაძაბული ვარ და პირველად მიწევს ესე ჩაწერა, რა ვიცი, დღეს გადმომეცა ჯუმბერ-ლეჟავას აკადემიის დიპლომი, ძალიან გახარებული ვარ და რა ვიცი. ქალბატონი გულნაზი რო გავიცანი პირველად ისე მიმიღო, რაღაცა ფრთამოტეხილივით ვიყავი მარტო რო ნახე ჩემი ლექსები რო წავაკითხე, დედასავით დამიდგა გვერდში და ნუ არ ვიცი, ის რო არა მე აქ არ ვიქნებოდი და ვერ შევძლებდი და ესე ამაყად ვერც წავიკითხავდი, ვერც დავწერდი და ვერც გამოქვეყნებდი ჩემ ლექსებს. შემოუძახეთ ყველას ქართულად, თქვენ ქალბატონო გულნაზი. გემი რომლისაც მესაჯე თქვენ ხართ, მიმართულება მეტად სწორია. სხვა ხმელეთი ერთია მისთვის, მიაპობს ტალღებს, იწყებს ფორიაქს. თქვენ იმუში შარკაპიტანს გევხართ, ფიცი რომ დადო ბოლო წამამდე. ერთგულებისთვის დაგლოცოთ ღმერთმა, ბევრის ნატკენი გულიც განამრით. ღმერთმა გარგუნად ძალა და ნიჭი. ძალა მხოშ თქვენში დაისადგურა. სადაც კი იყო ქართული გენი, შემოუძახეთ ყველას ქართულად. ვინ ვარ მე? რა იდეა მაქვს, რა ფუნქცია მაქვს ცხოვრებაში, საერთოდ ვიდივარ, რა მინდა და ესე შემდეგ. და შესაბამისად ეგ გაშლილი მაქვს, თქვა ჩემი პიროვნული ბიოგრაფიიდან გამომდინარე. ბოლოში საგანგებოდ მაქვს აღნიშნული, რომ 2025 წელს გავხდი მეგობრებს სახელობის საერთაშორისო აკადემიის წევრი და ამას კიდევ ერთხელ დიდი სიყვარული და ხასხასმით აღნიშნე. აქ საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი ჩემი პოეზია ამ კრებულში, ჩემო ბატონო, როგორც სიყვარულის თემა, ესე სამშობლოს სიყვარულის თემა, მიტევრების თემა, გადათვნა კონცეფციის მაგალითზე და ესე შემდეგ. შეიძლება რომელიმე ლექსი წაგიკითხო, მაგრამ ეხლა მე სხვა აქცენტს გავაკეთებ. რა მომენტია, იცით? აი თქვენ ძალიან პატრიოტული რომ ბაგრატის ტაძარი. მე მრავალგზის მოვკავს და ყველა ჭკუა თანყოფილი ადამიანი ამბობ დამეთახმება, რომ ბაგრატის ტაძარი
არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. მანამდე რა თქმა უნდა იყო გორგასლის ეპოქა, იყო ფარნავაზის ეპოქა, მაგრამ აი დღევანდელი საქართველო ისეთი, როგორც აი ერთიანობაში აღქმული, სწორედ ბაგრატის ტაძრიდან მოდის და ბაგრატ მესამე, რომელმაც დაიწყო ეს უზარმაზარი საქმე და შემდეგ ჩვენ მივედით ჩვენ ოქროს ეპოქამდე რა, გაუდის და თამარის ეპოქამდე. განსალვა ჩვენი სულიერება, შემართება, სახელმწიფოებრობა თურნება და თქვენ ძალიან კარგად ძალა. თუ არ მოუწევთ ამ სახელმწიფოებრობას, თუ არ ვიცით ყურადღებით და არ შევინარჩუნებთ ამის მონაპოვარს, არა, მაშინ ძალიან ცუდად წავა ჩვენი საქმე. ერთი ასეთი რაღაც აღმოვაჩინე. შეიძლება წლების განმავლობაში იცნობდი ადამიანს, მაგრამ იყოს სულიერი სიცარიელი და სიღარიბე. და შეიძლება გაიცნო ადამიანი და მიხვდე, რომ საიდანაც გეცნობა, საიდანაც თითქოს ერთად მოდიხარ. ძალიან ახლობელია ეს ადამიანი. და მე ზუსტად ეს შეგრძნება მქონდა, როდესაც ქალბატონი გულნაზი ვნახე და პირველ რიგში ბატონიკოს მინდა, ბატონიკო ხერკალაძეს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომ მომცა იმის საშუალება და აი ეს ლამაზი ზღაპრული კარები შემომიღო, რასაც თქვენთან ერთად ყოფნა ქვია. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ თითოეულ თქვენგანს დიდი სიყვარული და პატივისცემით და რაც შეეხება ვინ ვარ მე. მე ვფიქრობ, რომ ვერ ვიტყვი ვინ ვარ მე, გარდა იმისა, რომ ვარ ორი ვაჟის დედა და ორი შვილიშვილის ბებია. 36 წლის ვიყავი, როდესაც ბებია გავხდი და აბსოლუტურად ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავიდი. და განა რა უნდა იყოს იმაზე დიდი, როდესაც ზეციდან ქართველობა გერგება და ქართველობის სიმძიმეს რომ დაატარებ. ვერ გავიქცევი იმას, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი, მე ვისურვებდი ქალბატონი გულნაზი არა მარტო აკადემიის, ქვეყნის პრეზიდენტიც ყოფილიყო. ეს არის ჩემი დიდი სურვილი და წერან თქვით სიტყვა, თუ წავედ. მაგრამ ქალბატონს დიპლომი აქვს რა. წავედა რომ ბრძანეთ დედიკო. ეს სიტყვა წავედა რომ ბრძანეთ დედიკო, ეს სიტყვა ჩამესმა ამარო. ვერსად ვერ გაგიშვებთ, ვერასდროს, ვერც ხალხი, ვერც კაცი და მამა. სამყაროს ერთი ამოსუნთქვა ვარ, უკიდე განოფიქრთა ჭიდილში. ვერც მინდობილი ირონია ვარ, უმზეობასთან მუდამ რეალში, უნაყოფო ხის ერთი კვირტი ვარ. ვერ მოცქირალი კაშკაშა მზისთვის, მე ვარ მარცვალი, ვერამოსული და გაწირვი ვარშავი დღისთვის. ხან დილის ნამი, ხან ათინათი, ვერ შემჩნეული სხივთა ყიაფში, მორცხვად დახრილი იავალი ლურჯი, დაბრუნებას რომ ლამობს წიაღში, ხან და ხან ერთი გაეღება ცვარ. ცის კამარაზე მეხთა გუგუნში, შხაპუნა წვიმის ერთი წვეთი ვარ, დაბრუნებას რომ ლამობს დიდ ზღვად, წყალს რომ ადიდებს ზღვასა და რუში, ჩემი სამშობლოს ცისკნა გოჯი ვარ. და პაწაწინა ნაპირზე კენჭი მე დავიწყება ვარ ისტორიის ვაგდივარ. ეს დღე ჩემთვის ძალიან ისეთი არის. ჯერ თვითონ თემა ისეთი რომ ვინ ვარ მე, ამიტომ გარდა ადამიანმა ელაპარაკო ძალიან ძნელია. და ეს განსაჯოს იმ ადამიანმა, ვისთანაც ახლა ურთიერთობა და ვისთანაც გქონია. და მესამეა კიდე მთავარი ვინც გიცნობს ის რომ მოა იმადა გასახელო შევინახარ, მაგრამ მე ჩემ თავზე ვიტყვი ასეთ რამეს, რომ როდესაც სახარებაში წავიკითხე, რომ შეიყვარე მტერი შენი და ეს არის ნამდვილი სიყვარული, აი იქიდან დაიწყო ჩემი, ასე ვთქვათ, სიცოცხლის მომენტებში რაღაც ცვალებადობა. იმიტომ რომ თუ შენ უფალ იმას გეუბნება, რომ შეიყვარე მტერი შენი და მაშინ გეცოდება ნამდვილი სიყვარული, მაშინ მოყვასის სიყვარული ყველაზე ადვილი ყოფილა, მაგრამ მოყვასის სიყვარულში რა არის გაერთიანებული? გაერთიანებულია ის, რომ მიიღო ის ისეთი როგორიც არის. ერთ ელემენტარულ საფუძველზე, რომ იგივე სისუსტეები და იგივე უძლურება გახასიათებს შენ, რაც იმას. და ამიტომ თუ იმას ისე მიიღე, როგორიც ის არის, არა? ესე იგი შეძლებია სიყვარული და აი ტრის სიყვარების შესახებ კი მე ასეთი ფრაზა მომივიდა ჩემს გონებაში და ესეთნაირად დავაფიქსირე, რომ რატომ უნდა ეთქვა უფალს შეიყვარე მტერი შენი, იმიტომ რომ თურმე არიცი, რომ შენც ხარ მტერი ვიღაცის და გაოცებისგან ძალიან
ასე ვთქვათ, აი ძალიან ისეთი გაოგნებული მომენტი დაგემართოს, რომ შეიძლება ისეთი ვინმეს მტერი აღმოჩნდეს, რომ ვერც კი წარმოიდგენდი ცხოვრებაში. ხო და ეს დაფარული სიღრმეები ზუსტად ვინც გვასწავლა და ვინც ეს გვითხრა, ის იტყვის თითოეულ ჩვენთაგანზე ჩვენ ვინა ვარ. მაგრამ მე ჩემს ასე ვთქვათ მოგზაურობ სიტყვას დავასრულებ ერთი ასეთი სიტყვით, რომ 50 წლისა როდესაც გავხდი, ვალიო გავახილე და ისევ ცოცხალი ვიყავი, რომ აი ახლა მე 9 საუკუნე გავიარე და რა შეიძლება ადამიანმა ამ დღეს თქვა. და ესეთი სტროფიანი ხალით დავასრულებ ჩემ დღევანდელ სიტყვას, რომ ამ ქვეყნად რისთვის ან ვისთვის მოვა ჩემი სულისთვის კითხვა მაქვს ერთი, რომ შევეციო სიკეთით ყოველს, ვისაც მომევლენს მაღალი ხმები. აი თქვენ ხართ ჩემ წინაშე გამიხარდა ეს ჩემი პატარა მოგზაურებული წერილი რუბრიკა მადლიერება, რომ დაიბეჭდა ამ წელში. რაღაცა პატარა წვლილი მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რამ გამოიწვია ჩემში, რომ გამეხორციელებინა ეს იდეა და დამეწყო ამ რუბრიკის დაწერა. მოგეხსენებათ, ექიმი ვარ და თვითონ რომ ძალიან გამიჭირდა და ალბათ ვიყავი 8 თვის განმავლობაში და ვიწექი და მივჭირებოდი ჭერს და ვფიქრობდი, როგორ გადამერჩინა სული და ვიფიქრე რაღაცას მოვიგონოთ ახლა და დავიწყებ წერას და მადლობას გადავუხდი, ჯერ ვფიქრობდი, რომ ნეტა რამდენი დამჭა ცხოვრებაში, რომ ავანყოფი რომ ფიქრობს ახლა და ვინმე არ დამჭირს ცხოვრებაში, ისედაც მადლობა არ გადამიხდია და აქედან დაიწყო ეს ჩემი ყოველდღე წერდი, ველოდებოდი გათენებას, რომ ამ ტკივილებს მიხსნი და ესე იგი 2-3 საათი რასაც წერდი, ვფიქრობდი ცოტას დროსაც წელავდი, რომ მეტი დრო გასულიყო ამ წერაში, რომ ტკივილების შემსუბუქებული. ნატურა არის სიცოცხლეში ტკბილი, როგორც ბადაგი, რომ იხარო მეგობრებში, გულს ცხოვრებით სამმაგი. ხდება ფრიად სიცოცხლეში უფლის დროთვის ადათი, დაათვასო მეგობრებში, სულის სითბო რაც არის. დედა ღვთისას სავანეში, რომ დავტოვეთ სურვილი, ქვაზე ვწერეთ განაფიქრში, ოცნებების დუმილი, ჩავაყოლეთ საძირკველში, იდლოცების სამადლი, აშენებულ სალოცავში მახათაზე მშვიდდები. ერთი პურის თავთავი ვარ და აი ასხმული, ძალიან საღი და აბორჯგლილი მარცვლები დატენილი სავსე. როდისღაცა ეს პურის თავთავი ჩავაფარდა, მაგრამ ისევ ამაო ჯეჯია. აი ეს ჯეჯილები თქვენ ახალ და ეს არის ჯუმბერ-ლეჟავას აკადემია, რომელიც არ გარდაიცვალა, მაგრამ ისევ ამაო. მაშასე, ქალბატონებო და ბატონებო, ჯუმბერ-ლეჟავას სახელობის საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიის მოგზაურ ინტელექტუალური სამყარო ახალ ორბიტაზეა.
და ამ ფრაზით გავაეხლა ოსნიურ სივრცეებში. ორბიტაზეა აზრი ფარული კოსმოს მიაყოფს ჩქარი მხარულით ფიქრი ხიზანი როგორც მიზანი თავისუფლება შემეცნება და სიყვარული თავისუფლება შემეცნება და სიყვარული მადლობა პირველ რიგში უფალს რომ მომეცა საშუალება რომ აი ამ ხელა წიგნის შემექმნა და გამომეშვა მერე მადლობა ყველა აკადემიის წევრს რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ რუბრიკაში ვინ ვარ მე სულ მაინტერესებდა თითეული აკადემიის წევრის შინაგანი მე გამეგო თუ ვინ იყვნენ ისინი თუმცა იყვნენ პოეტები იყვნენ ექიმები რადგან ჯუმბელეჟავას სახელობის საერთაშორისო აკადემია არის მრავალდარგოვანი ეს ვიცოდი და ვაკეთებდი კიდევაც მაგრამ ძალიან სიღრმისეულად მინდოდა მათ სულში შეხედვა რადგან მე ვერ მოვირგე ვერც რედაქტორობა, ვერც პრეზიდენტობა, სულიერად ვერ მოვირგე და ფიზიკურად ნამდვილად წარმოადგენ ამას და მე მგონი რომ უშეცდომოდ ვაკეთებ ყველაფერს და რადგან დედას მიძახიან და მიძახიან იმიტომ რომ მათი ტკივილი მტკივა და მათი სიხარული მიხარია, აქედან გამომდინარე მინდოდა ისინი ვინ იყვნენ და ეს რუბრიკა 15 წელია უკვე აკადემიას შეუსრულდა, რატომღაც მომინდა რომ ამ რუბრიკით გამეშვა ვინ ვარ მე და დღეს ნამდვილად ძალიან კმაყოფილი ვარ რომ წარდგნენ საზოგადოების წინაშე თუ ვინ არიან ისინი. არიან პირველ რიგში ადამიანები, მეორე რიგში თავდაბალი და მესამე რიგში იციან რა უნდა გააკეთონ ხალ. მადლობა უფალს და მადლობა ყველას.